თქვენ იცით, რა სხვაობაა თელავურ ხინკალსა და ქალაქურ ხინკალს შორის? მოდი ერთად გადავამოწმოთ, არ დაგავიწყდეს ჩემი გამოწერა. ახლა უკვე ვიცი, რომ აქ მაქვს საუკეთესო გაყინული ხინკალი. ეს არის ზოდიაქოს საწარმოს პროდუქტი და სწორედ მათი დახმარებით გავსინჯავ დღეს თქვენთან ერთად თელავურ ხინკალს. ასევე მოვხარშოთ ნადუღის ხინკალი, რომელიც სიმართლე გითხრათ არასდროს მიჭამ. ხინკალთან ერთად მოვიმარაგე ზოდიაქოს სხვა პროდუქტებიც, რომლებსაც ასევე კატლეტი, ხორცის და ნადუღის ბლინი, ხორცის და სულგუნის პელმენი, ქაბაბი, აფხაზურა, კუპატი და გუფთაც. ერთი სული მაქვს, გავიგო როგორია თელავური ხინკალი, ამიტომ დავუბრუნდეთ ხარშვას. ათუხთუხებულ მარილიან წყალში ადუღებიდან 7-8 წუთი ვხარშავთ ხინკალს. პირადად ჩემთვის წარმოუდგენელია ხინკალი ტარხუნის ლიმონადის გარეშე, ამიტომ ესეც მოვიმარაგოთ. და მზად არის, შეგვიძლია გავსინჯო. გარდა იმისა, რომ გემრიელია, ფაქტიურად ყველა ტესტი ჩააბარა ამ ხინკალმა. მოხარშვისას არ დასკდა, აქვს ძალიან ბევრი გემრიელესი წვენი. პირველ ცდაზე შემხვდა ქალაქური ხინკალი, რომელიც ძალიან გემრიელია. კიდევ ცადე და ეს უკვე თელაურია, ანუ უმწვანილო. იმაზე ბევრად გემრიელია, ვიდრე ბევრ რესტორანში შეიძლება შეჭამოთ ხინკალი. არც ერთ გაყინულ ხინკალს არ გავსინჯებთ. აი ეს ხდება, როცა ხარისხზე მუშაობენ ადამიანები. იმისათვის, რომ ზოდიაქოს უგემრიელესი პროდუქტების საჭმელად თელოში წასვლა არ მოგიწევს და განსაკუთრებით ხინკლის საჭმელად, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გაიხსნა ზოდიაქოს მაღაზიები, სადაც ახალი ნატურალური ხორცით და სხვა ნედლი პროდუქტებით დამზადებული ნახევარფაბრიკატები შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე, იპოვოთ Glowzian Vault-ზე. მადლობა, რომ იყურეთ დროებით.